ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. იყოს არა მაშინ მოყვარდებოდა ეს რაღაცებიც გამკარგო თოვლიაში რომ ძალიან გვიჭისმოდა ვერ წახვა უნდა მოიმარაგო და კონდეს მაგალითად მინდა რომ გზები იყოს სოფელში ხშირად ამოვიდეთ და იყოს და იყოს გზა ჩვენ ყვაყლები იქნებით თქვენს ყველანაირი დახმარებით 4 დედმამიშვილია უნდა არ უნდა ხო თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრით დაშორებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხორხის ხეობაში მოსახლეობისთვის 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მთავარ პრობლემას რთული და რისკების შემცველი საავტომობილო გზა წარმოადგენს. ადგილობრივების ინიციატივით 2021 წელს შეიქმნა ხორხის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ხეობის მკვიდრთა პრობლემების მოგვარებასა და ხეობის განვითარებაზე. რო არ ამ ხალხის ინიციატივები და ენთუზიაზმი ხო ეს ყველაფერი არ მუშაობს. მარტო ის ორგანიზაცია იქნება, ორგანიზაციის შექმნაც შეიძლება იყოს ერთჯერადი ინიციატივა და ჩაქრეს როგორც კი რაღაცა მორჩება, ხო? უნდა იყოს შენარჩუნებული ის მუხტი, რომ ყველას უნდა ქონდეს პასუხი, რა ხარ, მოდი შენ ეს ამბავი აიღე, 3 წელი ხარ ამ გამგეობაში შენ ამის წევრი ხარ, მოდი ეს ამბავი ატარე შენ რა. ეს მომენტია ალბათ ყველაზე მთავარი, ეს მუხტია, რომ ერთმანეთს ხარი მივცეთ და ჩვენი მეზობლებისთვის, ჩვენი ნაცნობებისთვის, ჩვენი ხეობელებისთვის, ჩვენი სოფლებისთვის რაღაცა ისეთი გავაკეთოთ, რომ ამან შეცვალოს როგორ ვთქვათ თამაშის წესები. იმედი გააჩნდეს, იმიტომ ყველაზე მთავარი დღეს ალბათ უფრო არის ისო ხელშეკრულებები არის ეს ადამიანები. თემის ერთობით შესაძლებელი გახდა, რომ ხეობა სრულადაა დაფარული ინტერნეტ კავშირით და უკვე ამოქმედდა მობილური კავშირგაბმულობაც, რომელიც აგრეთვე რთულ პრობლემას წარმოადგენდა. ხეობის მოსახლეობა თავად არის ჩართული როგორც საერთო საჭიროებებისთვის მძიმე შრომაში, აგრეთვე შესაძლებლობების ფარგლებში, ფინანსების მობილიზებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საუკეთესო სათემო თვითმმართველობის მოდელად შეიძლება ჩაითვალოს. ფონდის ინიციატივითა და იაპონელი ხალხის დახმარებით შესაძლებელი გახდა ხეობაში მუდმივად მზადყოფნაში იყოს უნივერსალური ექსკავატორი. იაპონელი ხალხისა და მთავრობის საჩუქრის გადაცემის ოფიციალური ღონისძიებისთვის ხეობას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა, რომელმაც მოსახლეობის ძალისხმევით ერთობით შექმნილი იაპონური ჭიშკარი, სამადლობელი დაფა და სკვერი მოინახულა. მაგახსენებთ ბუნებრივი კატასტროფების სამწუხარო ძალიან აქტიურია ამ ხეობაში და მძიმე ტექნიკის დახმარება არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი, რომ ის ადგილზევე იყოს ტექნიკა და ადგილზევე მოაყოროს ლოკალურად ის პრობლემები. მახელებში მმართველობის უფლებამოსილება არის ყველაფერი, მაგრამ 273 დასახლებას როცა ემსახურები და ფიზიკურად ორი ერთეული ტექნიკა გყავს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა უჩასწორ ვარ ამის აქტიურობა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის არსებობა. ეს შესაძლებლობა ნამდვილად არ გვექნებოდა. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მობრძანება. დიდი მადლობა დროის დაუნახეთ. ჩვენთან მოსვლისთვის ამ პატარა ხეობაში რომელიც სულ 7 კილომეტრია გზა და ახლობით 5-6 მოქმედი სოფელსაც ხალხი დარჩა ჯერჯერობით. ეს დახმარებაა ჩავთვალოთ რომ გადაუდებელი ემერჯენსი სიტუაციებისთვის ინტუიტიული რეაგირების საშუალება და ვთქვათ რომ რამდენიმე საათში გზა გახსნილი იქნება და სასწრაფო იგივე სხვა სერვისებთან საშუალებას მოუწევს ეს ყველაფერი. საჩუქარი ვაგონში საშუალებას რომ იმედით შევხედოთ სხვა რაღაცეებიც მომავალსაც ნამდვილად ყოველგვარ გადაჭრების გარეშე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მხოლოდ ქვეყნის წარმომადგენელი იყოს აქ ჩვენს პატარა და ყველაზე ლამაზ ხეობაში. ნამდვილად. რამიშოკი მე რა პატარა ასაბგორ ძალამაზია. დიდი მადლობა მე ვარ ჰიდეკი იშიძუკა იაპონიის ელჩი საქართველოში. დუგეს ძალიან სასიამოვნოა დიდი მადლობა. I'm very happy to be here today to launch our project.
ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით და ჩვენი პროექტის დაწყებით, რომელიც ხორხის ხეობისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემას გულისხმობს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია სტიქიების პრევენციისა და ზიანზე პასუხისთვის. აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც საქართველო და იაპონია ისტორიულად მეგობარი ქვეყნებია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით კატასტროფების პრევენციის. ჩვენთვის პატივია ჩავერთოთ კატასტროფების პრევენციის ძალისხმევაში. ჩვენ ხშირად გვიწევს კატასტროფებთან გამკლავება და გვაქვს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტა. დიდი პატივია, რომ შეგვიძლია იაპონელი ხალხის სახელით მსგავსი საჩუქარი გაგიკეთოთ. თქვენ ხორხის ხეობაში მცხოვრებლებს, დუშეთში მცხოვრებლებს, ეს ამ ხეობის ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლიერი ვარ, რომ ყველა ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორი და მერიის წარმომადგენლები, ამ პროექტთან დაკავშირებული ადამიანები ძალიან ხარდამჭერები იყვნენ. მინდა რომ მეგობრობა იაპონიასა და საქართველოს შორის სამუდამოდ გაგრძელდეს. Full support for our project. I wish our friendship between Georgia and Japan may last forever. Thank you very much. დიდი მადლობა. გაგიმარჯოთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სადისწავლა. უმაგარია. როგორი თიულებს გაჯობა. ღონისძიებაზე მოსულთ ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ, რომელთა მომზადებაშიც ელჩმაც მიიღო მონაწილეობა. ძალიან კარგი. იაპონიის ელჩის თქმით, იაპონური ჭიშკრისა და სკვერის მონახულების მსურველებისთვის Google-ის რუკაზე მდებარეობის ნიშნულია დასატანი. So then we should definitely put such a landmark. როდესაც ატომურ ენერგიაზე მსჯელობთ, ყველაფერი დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე. ატომური ენერგეტიკა აგრესიულ რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნის. რა იქნება თუ ურანის ნაცვლად თორიუმს გამოვიყენებთ? ამბობენ, რომ თორიუმის ელექტროსადგურის გვერდითი პროდუქტი უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ასხივებს. ამას გარდა მიიჩნევა, რომ მაღალი ტემპერატურისას უფრო საიმედოა. ატომურ ენერგიას ცუდი სახელი აქვს, რისის საფუძველიც არსებობს. აზვერთულ ატომურ სოკოში იაპონიამ თავისი დაღუპვა იხილა. ეს მხოლოდ ატომური საშინელების დასაწყისი იყო. ატომური ენერგეტიკის ისტორიაში საბჭოთა კავშირმა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა გადაიტანა. არნახული მასშტაბის კატასტროფა. რომ შეგვეძლოს მსგავსი რისკის გარეშე ატომური ენერგიის მიღება. არანაირი გამდნარი რეაქტორი, არანაირი ატომური იარაღი, მავნე გამოფრქვევების გაცილებით დაბალი დონე, რაც წარმოადგენს ეს სუპერ საწვავი, რომელსაც ურანის დაჯაბნა შეუძლია. თორიუმი.
ამის შესახებ თითქოს უკვე მრავალი წელია გვესმის. ჯერ კიდევ 1965 წლის ზაფხულში ოკრიჩი აშშ-ის ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერებმა პრინციპულად ახალი ატომური რეაქტორი გაუშვეს, რითაც ატომური ენერგიის ისტორიაში ახალი ფურცელი შეიტანეს. უმეტესისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მასში ატომური საწვავი მყარი სახით არ იყო. ნაცვლად სისტემაში მოძრავ გამაგრილებელ სითხეში ზავდებოდა. გამდნარი მარილის რეაქტორის გამოცდას დავარქმევდი თავზარდამცემ წარმატებას. კირკ სორენსენი საკუთარ თავს თორიუმის მახარობელს უწოდებს. მისი კომპანია Flibi Energy ოკრიჯის რეაქტორის თანამედროვე ვერსიაზე მუშაობს. ისეთი რამ მოიგონეთ, რომ ამას უფრო მარტივად, უკეთესად, უსაფრთხოდ და სწრაფად გააკეთებს. მაგრამ საფუძველშია ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად ელვინ ვაინბერგმა შემოგთავაზა. თორიუმისგან ენერგიის მიღების კონცეფცია ისეთივეა, როგორც მაშინ. ქიმიური ელემენტი ნაკლებად რადიოაქტიურია. დედამიწის ქერქში ორჯერ უფრო გავრცელებულია ვიდრე ურანი, რომელიც ამჟამად გამოიყენება ატომურ რეაქტორებში. ურან 235 არის დაშლადი, ანუ როდესაც იზოტოპის ბირთვში ნეიტრონი ხვდება, თითქმის ყოველთვის ნაწილებად იშლება. ამასთან გამოთავისუფლდება ნეიტრონებიც, რომლებიც ახალ ატომებს შლიან. ხოლო თორიუმის ყველაზე გავრცელებული იზოტოპი 232 არ იშლება. როდესაც ნეიტრონი მის ატომს ხვდება, მას თანთქავს და თორიუმი 232 გადაიქცევა თორიუმ 233-ად. რომელიც დაახლოებით 20 წუთში იშლება და გადაიქცევა პროტაქტინიუმ 233-ად, რომელიც თავის მხრივ გადაიქცევა ურან 233-ად. მსგავსი სისტემა, როგორც წესი, გაშვებისათვის საჭიროებს მცირე ბიძგს, საწვავის გარკვეულ ოდენობას, რათა მოძრაობა დაიწყოს. პოლ ნორმანი ბირმინგემის უნივერსიტეტის ატომური ფიზიკის პროფესორი. როგორც კი ეს მოხდება, თორიუმისგან ურანის იმ ვარიანტის მიღებას შევძლებთ, რომელიც სისტემას აამუშავებს. მიიჩნევა, რომ ასეთი დანადგარი ეფექტურია, ვინაიდან გამდნარი მარილები შეიძლება იყოს როგორც საწვავი, ისე გამაგრილებელი სითხე, რამაც შეიძლება საექსპლუატაციო და მშენებლობის ხარჯები შეამციროს. ამასთან რადიოაქტიური ნარჩენები ჩვეულებრივ რეაქტორებთან შედარებით ნაკლები იქნება, რომლის უმეტესი ნაწილი რამდენიმე ასეულ წელში გაქრება და არა ათასობით წელში. ამას გარდა თორიუმის მარილოვან თხევად რეაქტორში პლუტონიუმი პრაქტიკულად არ გამოიყენება, რომელსაც იყენებენ ატომური იარაღის შესაქმნელად. რასაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ გამდნარი მარილები და თორიუმი შესანიშნავი წყვილია. საცდელი რეაქტორის სრული სიმძლავრით 13 საათი მუშაობდა და მსოფლიოში პირველი თორიუმისგან მიღებული ურან 233-ზე მომუშავე რეაქტორი გახდა. მაგრამ შემდგომ სახელმწიფო თანამდებობის პირებმა ყველაფერი გათიშეს. რა მოხდა? ოკრიჩი თხევადი მარილის რეაქტორის ცდა საკმაოდ სამწუხაროდ დასრულდა. ემვი რამანი ატომური პოლიტიკის მკვლევარი ფიზიკოსი. რეაქტორის საპროექტო სიმძლავრის დონეს ძლივს აღწევდა. ამას გარდა ყველაფერი შეუფერხებლად არ მიდიოდა, მას ხშირად თიშავდნენ. გამოცდის 4 წლის განმავლობაში იმუშავა დროის 40%. ასევე იდგა თხევად საწვავთან შემხებლობაში არსებული ნედლეულის საკითხი. ექსტრემალური ტემპერატურის, აგრესიული მარილების და რადიაციის გამძლე შენადნობი დაიბზარა. საფრთხე გაჩნდა, რომ აიროვანი რადიოაქტიური გვერდითი ნაწარმი, რომელმაც აღჭურვილობის დნობა დაიწყო, გარემოში გაჟონავს. როდესაც რაღაცას პირველად აშენებ, ყველაფერი კარგად არ გამოდის. პრობლემები წარმოჩინდება. ზუსტად ამისთვის არის საჭირო გამოცდა. ხოლო თუ ყველა ტექნიკურ საკითხს უკუვაგდებთ, პროგრამის შეჩერების ნამდვილი მიზეზი სრულად სხვაგვარი იყო. ელვინ ვაინბერგმა დაწერა: პრობლემა იმაში კი არ არის, რომ თავად იდეაა ცუდი, უფრო გენერალური ხაზისგან განსხვავდება. იმ დროისთვის ეს უფრო შემოწმებული კონსტრუქცია იყო. რა თქმა უნდა, იქაც იყო პრობლემები, მაგრამ არა ისეთი აშკარა, როგორიც თხევად მარილოვან რეაქტორში. ამჟამად კლავინდებურად მრავალი კომპანია არსებობს, რომლებიც გამდნარი მარილების განსხვავებული რეაქტორების პროექტებზე მუშაობენ. მაგალითად არის საწვავის სახით ჩვეულებრივი რეაქტორის რადიოაქტიური ნარჩენების გამოყენების კონცეფცია.
კირკ სორენსენის კომპანია მცირე საცდელი დანადგარის მშენებლობას გეგმავს. ატომური რეაქტორების და სხვა ტექნოლოგიების რამდენიმე თაობა გავიარეთ. გამდნარი მარილის რეაქტორმა მხოლოდ ერთი საწყისიც დაგაიარა. გაგრძელების დრო დადგა და ყველა უპირატესობის გაგების, რომელიც შეიძლება ამ კონსტრუქციამ მოგვცეს. ამჟამად გობის უდაბნოში გამდნარი მარილის რეაქტორის ცდებს ჩინეთიც ატარებს. ინდოეთის ხანგრძლივადიანი ატომური პროგრამის ფარგლებში ასევე რეაქტორზე მუშაობს. ინდოეთში თორიუმის უდიდესი მარაგი მდებარეობს. ერთი საქმე ამსჯელობა და განცხადება, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებ. გაცილებით მნიშვნელოვანია, როდესაც იღებ და აკეთებ. გრაფიკულ გამოსახულებაში ყველაფერი ლამაზი და ძალიან რთულია და მაინც ჯერ გაუგებარია გამდნარი მარილის რეაქტორი ჩვეულებრივზე უსაფრთხოა თუ არა. ნებისმიერი კეთილსინდისიერი მარეგულირებელი უწყება დამპროექტებელს მრავალ კითხვას დაუსვამს. რა მოხდება ხანძრის ან მიწისძვრის შემთხვევაში? ან თუ ოპერატორს ღილაკები აერია? ამ კითხვებზე პასუხისგაცემა ადვილი არ არის. თორიუმის რეაქტორის მშენებლობა დაახლოებით 800 მილიონი ევრო ღირს. ჩვეულებრივის კი რამდენიმე მილიარდი. მაგრამ მარეგულირებელმა უწყებებმა კონსტრუქციაში შეიძლება ცვლილების შეტანა მოითხოვოს, რაც მშენებლობას გააძვირებს. თორიუმის კვლევისათვისაც საჭირო იქნება ფული, ასევე ნულიდან ინფრასტრუქტურის და მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად. ბოლო 2 წელში ყველაზე დიდი კაპიტალი გქონდა და გაცილებით უფრო სწრაფად მივიწევდით წინ ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე თანხაა იმასთან შედარებით, სადაც შეიძლება ვყოფილიყავით. კომერციულად ეფექტური თორიუმის თხევადმარილოვანი რეაქტორი ჯერ კიდევ შორეული მომავალია. საერთოდ თუ გაჩნდება, დრო და მეცნიერების გამტანიანობა გვიჩვენებს. თორიუმის ელექტროსადგურის შესახებ ზუსტად ცნობილი ის არის, რომ გასაგრილებლად წყლის უდიდესი მოცულობა არ ჭირდება. ამასობაში გასულ ზაფხულს საფრანგეთში ატომური სადგურების მუშაობაში წყლის უკმარისობის გამო შეფერხება მოხდა. ძლიერი სიცხე იყო და მდინარეები გადაშრა. საფრანგეთში კი ელექტროენერგიის 75%-ს უზრუნველყოფს ატომური ენერგია. ასევე საფრანგეთის ჩრდილოეთში რადიოაქტიური ნარჩენების პირველი საცავის მშენებლობას გეგმავენ. ბურღვოცდის ნაწილია, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება. ყოველდღე მეცნიერები და მშენებლები ლოტარინგიაში საფრანგეთის სოფელ ბიურის მახლობლად მიწის ქვეშ ჩადიან. პროექტის მიზანია დარწმუნება იმაში, რომ კლდე უახლოესი 100,000 წელი გაძლებს. ხელმძღვანელი ემილია ურე გეოლოგია. მასთან ერთად მიწის ქვეშ 500 მეტრის სიღრმეში ჩავდივართ, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში. აქედან რამდენიმე კილომეტრში 85,000 კუბური მეტრი რადიოაქტიური ნარჩენების საცავი აშენდება. უკვე ახლა ლაბორატორია ძალიან დიდია, გვირაბის სიგრძე 2 კილომეტრია. სენსორები ნიადაგის ნებისმიერ მოძრაობას აღნიშნავს. გვინდა გავარკვიოთ, თუ რა მოსდის დროთა განმავლობაში სხვადასხვა ნედლეულს. ჭაბურღილში დეგრადაციის შედეგების მოდელირებას ვახდენთ. 13 წლის წინ ნიადაგში მინის მატრიცა ჩავსვით, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენების გასამყარებლად და ხანგრძლივადიანი შენახვისათვის გამოიყენება. ყველაზე სახიფათო ნარჩენებს უფრო ღრმად გადაიტანენ ასეთი ფოლადის კონტეინერებით, რომლებსაც რობოტები მართავენ. ვარაუდობენ, რომ საცავში შეინახება ქვეყანაში წარმოებული ყველა ძლიერ რადიოაქტიური ნარჩენი. როგორც ხედავთ, ამ თიხნარ ნიადაგს ჩვენი მიზნისთვის შესანიშნავი თვისებები გააჩნია. ძალიან წვრილია, ზედაპირი ერთგვაროვანია, ღრუბლოვანი თითქმის არ არის და სითხეს არ ატარებს. ანუ ეს კლდე პრაქტიკულად ჰერმეტულია. თუმცა ემილია ურეს გრანდიოზულ პროექტმა შეიძლება მარცხი განიცადოს, ვინაიდან ამ კლდეში რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის ოფიციალური ნებართვა ჯერ მიღებული არ არის. მშენებლობის დაწყებას 5 წელში აპირებენ, ხოლო პირველი კონტეინერი საცავში 2050 წელს განთავსდება. ზედაპირიდან ობიექტი გაცილებით ნაკლებად შტამბეჭდავად გამოიყურება. ნაკლებად დასახლებულ რაიონშია განლაგებული, პარიზიდან აღმოსავლეთით 300 კილომეტრში. ირგვლივ სიჩუმეა, გზაზე თითქმის არავინ არის, თუმცა გარედან მშვიდ დასახლებაში მღელვარება შეინიშნება.
საგზაო ნიშანი არაორაზრობრივად მიანიშნებს, რომ არანაირი საცავი საჭირო არ არის და ატომურმა ენერგეტიკამ თავისი თავი უბრალოდ ამოწურა. ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ამ დასახლებაში ჩამოდიან ყოველწლიურად ევროპელი აქტივისტები, სადაც ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის შტაბი მოაწყეს. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და მათ ვერ შევხვდით. პროტესტანტების შესახებ მედიაში ხშირად წერენ. ეს არის გასული წლის ერთ-ერთი აქცია. გადამჭრელად არიან გაწყობილნი, მაგრამ მათი ჯგუფი მეზობელ გერმანიის ანტიატომურ მოძრაობასთან შედარებით მცირეა, რომლებმაც სხვათა შორის შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს. გერმანიამ ყველა ატომური სადგურის გათიშვის ენერგეტიკული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სამეცნიერო დონეზე კვლავინდებურად ერთად მუშაობთ. ატომური ნარჩენების შესანახად შესაბამის ადგილს გერმანელებიც ეძებენ. ბოლოს და ბოლოს რადიოაქტიური ნარჩენები თავისთავად არსად გაქრება, მუდმივი შენახვისთვის გადაწყვეტილება უკვე ახლა უნდა იქნას მოძიებული. ასევე პასუხისმგებლობის საკითხია, არ შეიძლება ატომური ნარჩენების პრობლემის მომავალ თაობაზე დაკისრება. ამიტომაც ჩვენი დღევანდელი ცოდნის გათვალისწინებით, ამ ნიადაგის 30 წლიანი კვლევის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგეგმილი საცავი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა. სავარაუდოდ ხელისუფლება პროექტისთვის ნებართვას გასცემს. ერთ-ერთი მიზეზია ალტერნატივის არარსებობა. სხვათა შორის ამ მიმართულებით საფრანგეთი გერმანიას ასწრებს, სადაც მუდმივი საცავის მოსაძიებლად კიდევ რამდენიმე ათწლეული დაჭირდებათ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.